ჩვენ დავბრუნდით ეთერში, თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, სოზარ სუბარია ჩემი სტუმარი. სოზარ, გული ხომ არ გეთანაღრებათ ან ხომ არ ვთვლით, რომ თქვენი საჯარო პოლიტიკაში ჩართვა შეცდომა იყო და ჯობდა საზოგადოებრივ რაღაც არენაზე დარჩენილი ყავით. ანუ პოლიტიკაში იმ მცირე ხანმა რაც იქ დაყავით, რა პოზიტიური და ნეგატიური გამოცდილება შეგმატათ, შეიძლება ამაზე? საუბარი. ერთი ის მცირე ხანი მაძლევს იმის საშუალებას, რომ ვთქვა რომ ბოლომდე არ წავსვარ საზოგადოებრივი სფეროდან და ვთქვათ, კარები არ ჩაკეტილა. ბოლომდე არ გავპოლიტიკოსებულ ვარ, ანუ მაგრამ მაინც არის რომ თუ რაღაცის შეცვლა გინდა, ამის გზა გადის პოლიტიკაზე, შეცვლა არის აუცილებელი ეს. ამიტომ თუ რამე შემიძლია პირადად მე და თუ რამე შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, მან სწორედ აქ უნდა სადოს თავისი ასპარეზი. თუ ხედავ რომ არაფერი არ გამოდის, მაშინ სხვა გზასაც რა დაკეტავს, მაგრამ პოლიტიკაზე გადის ეს გზა. აი, თქვენ ბრძანეთ სულ ცოტა ხნის წინ სოზარ უკაცრავად ჩაგერთვებით, რომ თქვა, ბევრი ადამიანი თქვენი ნაცნობი, რომელიც ესწრებოდა იმ განხილვას, მათ ეჭვი გაუჩნდათ, რომ პოლიტიკაში ხო არ ცდილობენ მათ ჩათრევას და ამიტომ ცოტა უფრო ცდილობენ განზე იყვნენ. ანუ დღეს მაინც მიუხედავად ყველაფრისა, პოლიტიკაში ჩართულობა საზოგადოების რაღაცა დიდი ნაწილისთვის ეს საფრთხის შემცველია და ცდილობენ რომ თავი აარიდონ ამას? ოკეი, ასეა და მე ნამდვილად არ ვეთანხმები და არ მომწონს ესეთი ტენდენცია. ჯერთი მოდი სამოქალაქო საზოგადოებას ხშირად ვახსენებ და ჩვენთან რატომღაც არის მიღებული ექსპერტები და NGO-ები, ეს არის არასამთავრობო, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, ეს არ არის. სამოქალაქო საზოგადოებაში გულისხმობა პარტიები, პროფკავშირი, ეკლესიები, რელიგიური ორგანიზაციები, ანუ ძალიან ფართო რამეა. და თუნდაც ერთი კონკრეტული ადამიანი, რომელიც შესაძლებელია გაცილებით უფრო ეფექტური იყოს, ვიდრე რომელიმე NGO. ხო და ამ დროს ჩვენთან რატომღაც ძალიან ვიწროდ არის სამოქალაქო საზოგადოება გაგებული. არ არის რკინის კედლები, თუ რკინის ფარდა, თუ რა ვიცი, აღმართული ამ პარტიებსა და საზოგადოებაში არის. კი მესმის რომ ზოგჯერ არის გულგატეხილობა ხოლმე პოლიტიკური პროცესის მიმართ, პოლიტიკური პარტიების მიმართ, მაგრამ ნუ სწორედ ამიტომაც უნდა მივიდეთ, უნდა გავაძლიეროთ ჩვენი ყოფნით. ეგ არის ჩემი ხედვა. ახლა რაც შეეხება წეყანდელ კითხვას, რომ გული რამეზე წყდება, მე მიმაჩნია, რომ დღესაც კი დღევანდელი გადასახედიდანაც კი, როცა ეს პროექტი, რასაც ერქვა ალიანსი საქართველოსთვის ჩაფლავდა, მე მიმაჩნია, რომ ჩემი იქ მისვლა იყო სწორი, გაგებით რომ სწორი პროექტი იყო და ვთქვათ, მე მუდმივად მექნებოდა ჩემ თავთანაც და ჩემთანაც ექნებოდა სათქმელი, რომ კი, მაგრამ აი ხო იყო სწორი შემოთავაზება, რატო არ დათანხმდი, იქნებ რამე შეგიცვალათ და მე პასუხი არ მექნებოდა ამაზე. დღეს დავინახე ნათლად, რომ მარტო სწორი პროექტი არ არის საკმარისი, ამავე დროს სურვილიც უნდა იყოს, რომ ეს პროექტი განახორციელო. დავინახე ისიც, რომ რაღაცა ეს ფსევდო ეთიკურობა თუ არ ვიცი რა დავარქვა. აი ანუ ვიღაცასთან არ დავდგები, ვიღაცას ხელს არ ჩამოვართმევ, იმიტომ რომ იმას თავის დროზე რაღაც არასწორად თქვა, არასწორი განცხადება გააკეთა. მორალისტური დამოკიდებულება რაღაცების მიმართ. ან არასწორი რამე გააკეთა. არ არის სწორი, იმიტომ რომ თუ რაღაცა შეცვლა გვინდა და რაღაცებზე თვალის დაღუჭვა მოგვიწევს, ხანერად არ შეიძლება. ეხლა ესეთი აბსოლუტური ბოროტებადი ადამიანები არ არიან, ისე როგორც აბსოლუტური სიკეთე. ხა ზეცისაკაცი და ქვეყანის ანგელოსი ქართულ ლიტერატურაში ერთი გრიგოლ ხანძთელზე ითქვა და მეორე ეგეთი არ ვიცი. ამიტომაც მოგვიწევს ყოველთვის რაღაცების გათვალისწინება. ხა სანამ ხელისუფლებაში მოვიდოდნენ, დღევანდელი უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე ბატონი კუბლაშვილი ჩემს თვალში იყო, რამ რაღაცა აი მართლა ამის გრიგოლ ხანძთელის ტიპი იყო, ხო, ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში ცოდვა არ ჩაუდენია ალბათ ფიქრობდი და ადამიანი, რომელიც იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ექსპერტი ადამიანის კვლევის სფეროში, მაგრამ გახდა უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარე თუ არა, წამში გადასხვაფერდა და სრულიად სხვა რამეს აკეთებს. ან მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვა ამდენი ბოროტების სათავე შეიძლება და გამხდარიყო ზურაბ ბადეიშვილი, მაგრამ თვითონ ის რომ ვიღაცამ მიშა სააკაშვილმა თვითონში მათ მისცა აბსოლუტური ძალაუფლება და ჩვენს რაღაც პერიოდი მივეცით ეს მანდატი, ამ ადამიანებში გამოვალინა მათი ყველაზე ცუდი თვისებები. ისინი რომ თავის ადგილზე ყოფილიყვნენ, იქნებოდნენ ერთ ჩვეულებრივი ადამიანები, რომელსაც ბევრი სიკეთის მოკტანა შეეძლოთ ამ ქვეყნისთვის. ზურაბ ბადეიშვილი მაგალითად არის ერთ-ერთი ყველაზე კარგი კანონის ავტორი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, რომელიც თვითონვე მოკლა, როგორც კი ხელისუფლებაში მოვიდა. აი მოკლა პირდაპირ ამ სიტყვას გაანადგურა. და ასე რომ აი არ შეიძლება ესე ვთქვათ, რომ ვიღაცა მხოლოდ დადებითია და ვიღაცა მხოლოდ ვარყოფითი, ვიღაცა შავია და ვიღაცა თეთრი. ამიტომ რაღაცებს აი საზოგადოებამაც იგივე არასამთავრობო სექტორმაც, ექსპერტებმაც რაღაცა ეს მორალისტური პოზიცია მთლად
არ არის ყოველთვის სწორი. სოზარ, ბოლო კითხვა. საზოგადოების გარკვეული დისტანცირება პოლიტიკოსებისგან მე ოპოზიციასაც გულისხმობ და ხელისუფლებასაც. ზუსტად იმით ხომ არ არის გამოწვეული იმ შიშით თუ იმ გრძნობით, რომ თქვათ ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში ვიღაცა სხვა რომ მოვა დაემსგავსება იმ ხელისუფლებას, იმიტომ რომ სულ იქნება ლაპარაკი, რომ ეხა სწრაფად არის რაღაცა შესაძლებელი, ამიტომ მე მჭირდება აბსოლუტური ძალაუფლება. ეხა პასუხს ნუ მომთხოვ. ანუ მართლაც შეიძლება ფიგურები, მაგრამ სიტუაცია არ შეიცვლება. ეს ხომ არ არის იმ უნდობლობის საფუძველი, რომელიც არის დღეს თქვა იგივე ოპოზიციის მიმართ საზოგადოების რაღაც საკმაოდ დიდ ნაწილში. ეგ უკვე დამწარე გამოცდილებები გვაქვს, ჩვენ არ უნდა დავუშვათ რა და სწორედ ამარდაშობის ყველაზე სწორი გზა არის იყოფნა. და ქართული იდეა. იყოფნა, პოლიტიკაში ყოფნა. ქართული იდეა შეიძლება გაათახსიროს არამის მარასორმა გამოყენებამ და ყველაფერი, მაგრამ სწორედ პოლიტიკაში ყოფნა არის ამისი გზა ახალი ადამიანების, ახალი სახეების გამოჩენა პოლიტიკაში და მისგან მოუწოდებ ყველა ექსპერტს თუ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომელსაც რაღაცის შეცვლის სურვილი აქვს და რომელსაც აქვს ამის პოტენციალი თან. კიდე ერთს ვიტყვი, როცა აი ამ ორი სფეროს დამოკიდებულებაზე ვლაპარაკობთ, ხა იგივე 9 აპრილის წინა პერიოდი მახსენდება მაგალითად, როდესაც უცებ საზოგადოების დიდ მონაწილემა ირწმუნა, რომ რაღაცის შეცვლა არის შესაძლებელი და ყველა ოპოზიციონერზე უფრო რადიკალები იყვნენ, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, ექსპერტები და მოუწოდებდნენ, რომ ახლა ვინც არ გამოვა, ახლა ვინც ამას არ დაამთავრებს, აერთი კვირა მიგვიცია სააკაშვილისთვის რაღაცა, მაგრამ ნახეს, რომ ეს ყველაფერი გაგრძელდა პირველი ქვების სროლა ოპოზიციის მიმართ მათ დაიწყეს, რომ იცი რა, აი ოპოზიცია ვერაფერს ვერ აკეთებს, გეგმა არ აქვს, იდეა არ აქვს და საერთოდ რაც გამოდიოდნენ და რა სულელური მოძრაობა წამოიწყეს და ეგეც არ არის რა სფელი დამოკიდებულება. ამიტომაც რაღაცას რო იწყებ, უნდა იტვირთო ბოლომდე, არა მარტო ეს მოსავალი, არამედ შესაძლოს ეთქვის შედეგიც. ზოზარ, ძალიან დიდი მადლობა, თუმცა იმედია რომ სიტყვა ქართულ პოლიტიკაში აღარ იქნება, მაგრამ უნდა გაუძლოთ, ახლა ცხოვრება ეგეთია. ცხოვრება ეგეთია, ასე თulis ზოზარ სუბარი, ჩემი სტუმარი, ძალიან დიდი მადლობა თქვენ უყურებთ გადაცემას ჩვენ, მე თამარ ჩიქოვანი ვარ, ზოზარ სუბარი იყო ჩემი სტუმარი.